ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ არა თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები საარჩევნო მარათონში ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობა უნდა იყოს, რადგან სხვა საკითხები ახლა ქართული ოცნების პროპაგანდის ნაწილია. ერთადერთი პარტია, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, გირჩია. გახარია საქართველოსთვის წევრები კი ჯერჯერობით კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე არ საუბრობენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის დაკვეთა ბოლო პერიოდის მანძილზე, ვის არის ამ პროტესტის ლიდერი, ეს არის პოლიტიკური თვეების ოჯახის წევრები, ესენი არის პოლიტიკური თვეების ოჯახის წევრები და მათ შორის აქ უნდა არიან ის ხალხი, რომელიც ფეხმოუცვლელად დგას რუსთაველზე ბოლო თვეების მანძილზე. მათი დაკვეთაა, რომ კონკრეტულ აქტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და განაცხადონ ბოლომდე მიყვებიან ამ წინააღმდეგობის გზას თუ ჩამოშორდებიან დანარჩენ საზოგადოებას. ჩვენ ვიბრძვით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს, ანუ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ანუ იქნას განთავისუფლებული ყველა პოლიტპარტია. მაგრამ ამ მიზნისთვის ვიბრძვით დღეს, ამ მიზნისთვის ვიბრძოლით გუშინ და ამ მიზნისთვის ვიბრძოლებთ ხვალ. ეს არის ჩვენი მთავარი გეგმა. სხვა რაიმე ტიპის არჩევნებზე, სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგზე ჩვენ დღეს არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. პოზიცია რა თქმა უნდა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე მივიჩნევთ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში ზუსტად იგივეს, რასაც მიიჩნევენ ჩვენი ამორჩევლები და საქართველოს მოსახლეობა და ეს პირველ რიგში არის პატიმრების საკითხი და ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნება ხელახალი არჩევნების დანიშვნის გზით. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ჩვენზე არ მოქმედებს არც ნაციონალური მოძრაობის ისტერიკა, არ მოქმედებს არც ოცნების მოწოდებები, რა თქმა უნდა არ მოქმედებს არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წამოსული მოწოდებები. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ჩვენს ამორჩევლებთან ერთად. ხადია რომ რაღაც ლელო და გახარია დაპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და ამიტომ აქ რატომ ხდება ესეთი უცნაური დისკუსიები ოპოზიციურ ფლანგზე ვინ იღებს და ვინ არა, როცა მეგონი ხადია რომ უნდა მიიღოს პარტიამ მონაწილეობა თუ რაღაც რევოლუციას არ აწყობს და რაღაც სხვა გზით არაპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით, იმიტომ რომ ჩვენზე რთული არჩევნებია, ზოგადად რეგიონული არჩევნები ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს, მათ შორის ადამიანურს, ამიტომ შეხვედრები ვაქვთ სხვა რეგიონში, ხუთშაბათს ვექნება მაგალითად თელავში შეხვედრა და ვეცებთ ადამიანებს, რომელსაც ადარიან გირჩი წარმოადგენონ საკრებულოში და საკუთარ რეგიონის და ქალაქის პრობლემებზე ლაპარაკონ. ნაცმოძრაობის პოლიტიკური ძალა და მისი განშტოებები აღმოჩნდნენ დილემის წინაშე. მიიღებენ მონაწილეობას ვაია მათთვის, იმიტომ რომ დამარცხდებიან კიდევ უფრო უარესად, ვიდრე 2024-ში, არ მიიღებენ მონაწილეობას, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკიდან, რაც ასევე ძალიან კარგია. ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ თუ არ მიიღებენ, რაც ნამდვილად არ ადარდებს ახლა ქართულ საზოგადოებას, ნაცმოძრაობას ორი დღის პარასკევი აქვს დარჩენილი პოლიტიკურად. შეიძლება მოჩვენებითიც არის ეს კამათი, ვინაიდან ჯერჯერობით კაფეო ინსტრუქცია არ აქვთ მიღებული. აი ამ ვითარებაში ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია მთლიანად გადაწყვეტს და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ან ყველა უარს იტყვის ამ თემას, ამ არჩევნებში მონაწილეობას. წინასწარ ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში საქმე გვაქვს აი ამ დესტრუქციის მომხრე ადამიანებთან და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებულ ადამიანებთან რაღაცა შეთქმულთა ჯგუფი უფრო ეს ვიდრე პოლიტიკური გაერთიანება მით უმეტეს.